მიგიღიათ ოდესმე კომპლიმენტი ვინმესგან, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენს ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებით. შესაძლოა ღიმილით მიიღეთ, იფიქროთ, რომ ეს უბრალოდ კეთილი სიტყვა იყო. მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენი ახალგაზრდული გარეგნობის მიღმა ღრმა სულიერი გზავნილი იმალება? რაღაც გაცილებით ღრმა, ვიდრე ოდესმე წარმოგიდგენიათ. დღეს ჩვენ შევისწავლით მომხიბვლელ თემას, რაღაცას, რაც შეიძლება გვაფიქრებინოს ცხოვრებისა და სულის იმ ასპექტებზე, რომლებსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ. თუ ახალგაზრდულად გამოიყურებით, შესაძლოა, თქვენში განსაკუთრებული ენერგია იყოს, კავშირი თქვენს არსთან, რომელიც ფიზიკურ სცილდება. კავშირი, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ ჰარმონიაში ხართ რაღაც მარადიულთან და ძლიერთან. გახევით ამ მოგზაურობას, რადგან დღეს ჩვენ არა მხოლოდ გარეგნობაზე ვისაუბრებთ, არამედ დაფარულ ჭეშმარიტებაზე, რომელმაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ გამოიყურებით თქვენს ასაკზე ახალგაზრდულად. ჩვენ შევისწავლით ამ ახალგაზრდობის ღრმა მიზეზებს, სუფთა ენერგიიდან დაწყებული, რომელსაც ასხივებთ, სიბრძნით დამთავრებული, რომელსაც ატარებთ სამყაროსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრების უნარით. ერთად აღმოვაჩენთ 8 სულიერ ასპექტს, რომლებიც არა მხოლოდ გავლენას ახდენს თქვენს გარეგნობაზე, არამედ ავლენენ განსაკუთრებულ კავშირს სამყაროს ძალებთან. ენერგიის სახეობა, რომელიც თითქოს გიცავთ და ახალგაზრდობას გინარჩუნებთ. ჩვენს მიერ განხილული თითოეული მიზეზი შეიძლება შემოგთავაზოთ ახალი პერსპექტივები თქვენს ცხოვრებაზე და შემოგთავაზოთ, თუ როგორ განავითაროთ ეს თვისებები, რათა იცხოვროთ სიმშვიდითა და სისავსით. მზად ხართ აღმოაჩინოთ, თუ როგორ შეიძლება თქვენი სულიერი არსი აისახოს ყოველ ნაოდში, რომელიც არ გაქვთ, ყოველ კაშკაშა ღიმილში, რომელსაც აჩვენებთ და ყოველ მსუბუქ ნაბიჯში, რომელსაც გადადგამთ. მაშინ ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა. პირველი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, არის ის, რომ შესაძლოა მოხუცი სული იყოთ. ახლა, ეს შეიძლება თავიდან წინააღმდეგობრივად ჟღერდეს, მაგრამ მოითმინეთ. მოხუცი სულები თან ატარებენ გამოცდილებას და სწავლებებს, რომლებიც მოიცავს მრავალ სიცოცხლეს. ღრმა ცოდნა, რომელიც ვლინდება იმაში, თუ როგორ განიცდიან და აღიქვამენ სამყაროს. ეს სწავლებები და კავშირები აძლევს მათ შინაგან სიმშვიდეს და ჰარმონიას, რაც ასევე აისახება მათ გარეგნობაში. თითქოს სიბრძნე თავად მოქმედებს როგორც ფარი ნეგატიური გავლენისგან. მოხუცი სულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მშვიდობიანად იცხოვრონ, არ ექვემდებარებიან დამანგრეველი ემოციების, როგორიცაა ბრაზი ან წყენა გავლენას. ისინი ამის ნაცვლად სიმშვიდეს და გაგებას ირჩევენ. ეს ბალანსი, რომელიც ბევრისთვის მრავალწლიან პრაქტიკასა და ზრდას მოითხოვს, შინაგანი ახალგაზრდობის წყაროდ იქცევა, რომელიც გარეგნულადაც ვლინდება. ის სიმშვიდის განცდას აჩენს, რომელიც იზიდავს და შთააგონებს მათ გარშემო ყველას. ერთი წუთით დაფიქრდით. ოდესმე შეხვედრი ხართ ვინმეს, ვისაც, როგორც ჩანს, მარადიული თვისება ჰქონდა, ვინმეს, ვისი თვალებშიც ღრმა გაგების სიღრმეები იყო ჩაფლული, რაც მათი ასაკისთვის შეუძლებელი ჩანდა, ეს ძველი სულის ნიშანია. მათი სიბრძნე მათ არ ამძიმებს. პირიქით, ის ამაღლებს მათ, ქმნის სიმსუბუქეს, რომელიც ფიზიკურ სხეულს სცილდება. კიდევ ერთი მიზეზი ბუნებრივ და მისტიკურ ენერგიებთან კავშირია. მათ, ვინც ახალგაზრდულად და ენერგიულად გამოიყურებიან, ხშირად აქვთ განსაკუთრებული ინტუიცია, მგრძნობელობა ყველა არსების გარშემო არსებული დახვეწილი ენერგიების მიმართ. ეს მგრძნობელობა ხელს უწყობს მავნე სიტუაციების თავიდან აცილებას და ფსიქიკური კეთილდღეობის დაცვას, უფრო მშვიდი ცხოვრების შექმნას. საქმე მხოლოდ ტკივილის თავიდან აცილებაში არ არის, არამედ პოზიტიურ ძალებთან ღრმა კავშირის განვითარებაში, რომლებიც ჰარმონიული არჩევანისკენ მიგვიწვის. ამ კავშირის მქონე ადამიანები გრძნობენ ბუნებისა და სამყაროსადმი კუთვნილების გრძნობას. პოულობენ სიმშვიდეს ყველა გარემოში და იკვებებიან იმ ენერგიით, რომელსაც მათ გარშემო აღიქვამენ. ამრიგად ცხოვრება სავსეა ბალანსითა და ჰარმონიით. თავს არიდებს წონასა და დაღლილობას, რაც, როგორც წესი, ბევრ სხვას აბერებს და ინარჩუნებს სუფთა სულს, რომელიც ყველაფერთან ჰარმონიაშია. ეს ინდივიდები თითქოს შიგნიდან ანათებენ. თითქოს მუდმივად იტენებიან სიცოცხლისუნარიანობის უხილავი წყაროებით. ისინი ცხოვრებაში მოძრაობენ მადლით, რაც მათზე დიდ ძალებთან შეთანხმებით მოდის. მესამე მიზეზი ღრმა თანაგრძნობას უკავშირდება. ემპათებს ხშირად აქვთ ეს თვისება, გამოიყურებოდნენ ახალგაზრდულად. სხვა ადამიანების ემოციებისა და ვიბრაციების ინტენსიურად განცდის უნარი საშუალებას აძლევს მათ იცხოვრონ სამყაროს ღრმა გაგებით და სხვა ადამიანებთან განსაკუთრებული კავშირით. ემპათები არა მხოლოდ უსმენენ, არამედ შთანთქავენ და გარდაქმნიან მათ გარშემო არსებულ ენერგიებს. ათავისუფლებენ ნებისმიერ ემოციურ ტვირთს, რათა შეინარჩუნონ შინაგანი წონასწორობა.
ეს მათ აიძულებს იცხოვრონ სუფთა და ჰარმონიული ენერგიით, თავისუფალი დაძაბულობისგან, რომელიც მათ ამძიმებს. მათი სულის სიწმინდე აისახება მათ სახესა და სხეულზე, რაც მათ ახალ და კაშკაშა იერს აძლევს. ისინი, ვინც ცხოვრობენ გულით გრძნობით, ნეგატივის გავლენის გარეშე, საკუთარ თავში ინარჩუნებენ ცოცხალ და ენერგიულ ენერგიას, რომელიც, როგორც ჩანს, ებრძვის დროის ეფექტს. სინამდვილეში, თანაგრძნობა ზრუნვის ფორმად იქცევა, რომელიც კვებავს არა მხოლოდ საკუთარ სულს, არამედ სხვების სულსაც, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და ინარჩუნებს ნათელ სულს. ღრმა კავშირის ეს ნიჭი ემპათიურ ადამიანს აძლევს გარეგნობის მიღმა დანახვის, სილამაზისა და ღირებულების პოვნის უნარს ყველა შეხვედრასა და გამოცდილებაში. მათი ღია და თანამგრძნობი გული დადებითი ენერგიის მაგნიტის როლს ასრულებს, რაც მათ სულს ახალგაზრდულად ინარჩუნებს, ხოლო მზერას სითბოთი და სიცოცხლისუნარიანობით ავსებს. როდესაც ნამდვილი ემპათის თვალებში უყურებთ, ხედავთ ადამიანს, რომელიც მუდმივად განახლდება სხვებთან კავშირებით. მეოთხე მიზეზი შინაგანი სიბრძნეა. ისინი, ვინც ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ხშირად ცხოვრობენ ღრმა სიმშვიდითა და სიმშვიდით, რაც იცავს მათ სტრესისა და ნეგატივის წვეთისა და წვეთისგან. ამ ადამიანების სიბრძნე მათ ეხმარება დაბალანსებულად რეაგირებაში და გამოწვევების წინაშე დგომაში, მომენტალური ემოციებით დატვირთვის გარეშე. ზედაპირულ საზრუნავებზე ფიქრის ნაცვლად, ისინი ირჩევენ ცხოვრების უფრო ფართო და მშვიდობიანი ხედვის განვითარებას, იმის გაგებით, რომ ყველა გამოცდილებას თავისი დანიშნულება აქვს. მშვიდობის ეს მდგომარეობა აისახება არა მხოლოდ მათ ცხოვრებაში, არამედ მათ სახეზეც, რაც ხილულს ხდის ახალგაზრდობას, რომელიც მშვიდი და სტაბილური სულიდან მოდის. მათი მზერა ხშირად კაშკაშა და გაგებით სავსეა, ხოლო მათი სახის ნაკვთები ავლენს მშვიდ სილამაზეს, რომლის გამოსხივებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობს. თითქოს შინაგანი კონფლიქტის არარსებობა ასწორებს ნაოჯებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში წუხილისა და სტრესის მიერ მათ სახეზე ამოიკვეთებოდა. მათ შეიტყვეს საიდუმლო, რომლის ძიებაშიც ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას ატარებს, რომ ნამდვილი სიმშვიდე შიგნიდან მოდის და არა გარეგანი გარემოებებიდან. მეხუთე მიზეზი ახალგაზრდობასა და სიკეთეს შორის კავშირს ეხება. ისინი, ვინც ირჩევენ წყენის გარეშე და ღია გულით ცხოვრებას, ხშირად ინარჩუნებენ უფრო სუფთა და ნათელ გარეგნობას. სიძულვილისა და ბრაზის არარსებობა სასიცოცხლო ენერგიას საშუალებას აძლევს, ბლოკირების გარეშე იმოძრაოს, რაც ჰარმონიას ქმნის როგორც სულში, ასევე სხეულში, რაც რეაგირებს სიცოცხლისუნარიანობითა და სიმშვიდით. სიკეთეს, ფაქტობრივად, ტრანსფორმაციული ძალა აქვს. თანამგრძნობმა ადამიანებმა იციან, როგორ მიიღონ ადამიანები და სიტუაციები თანაგრძნობით, გაათავისუფლონ თავი დაძაბულობისგან, რომელიც სულს ამძიმებს. ისინი, ვინც თანაგრძნობას იღებენ და ათავისუფლებენ თავს ნეგატიური ემოციებისგან, არა მხოლოდ უფრო მსუბუქად ცხოვრობენ, არამედ ახალგაზრდულ და მშვიდ გარეგნობასაც ასხივებენ, რადგან მათი ენერგია სუფთა და დაუბინძურებელია. მათი სიმშვიდე ასევე აისახება მათ გამომეტყველებასა და ქცევაში, გადმოსცემენ ახალგაზრდობას, რომელიც ფიზიკურ გარეგნობას სცილდება და ადამიანის არსს ეხება. როდესაც სიმწარესა და წყენას ინარჩუნებთ, ეს ყოველდღე ჯიბეებში მძიმე ქვების ტარებას ჰგავს. საბოლოოდ, ეს წონა თქვენს სახეზე, თქვენს პოზაში, თვალების დაღლილობაში ჩანს. მაგრამ ისინი, ვინც ნამდვილ სიკეთეს ავლენენ, ისინი ცხოვრებას ტვირთის გარეშე დადიან და ეს სიმსუბუქე ყველასთვის ჩანს, ვისაც ხვდებიან. ადაპტირება კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც ახალგაზრდულად გამოჩენის საშუალებას გაძლევთ. მოქნილი ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ გაუძლონ ცხოვრებას წინააღმდეგობის გარეშე, შეუძლიათ სირთულეების გადალახვა სტრესის დაგროვების გარეშე. ეს მსუბუქი და ადაპტირებადი დამოკიდებულება ხელს უშლის სირთულეების სიმძიმის დაგროვებას, ინარჩუნებს მშვიდ და კაშკაშა გარეგნობას, რომელიც ახალგაზრდობას გადასცემს. ადაპტაციის უნარი ძვირფასი რესურსია სხეულისა და გონების წონასწორობის შესანარჩუნებლად და ისინი, ვისაც შეუძლიათ ცვლილებების მიღება, ხშირად უფრო სუფთა და ენერგიულ გარეგნობას ავლენენ. მოქნილი ადამიანები ცხოვრობენ ჰარმონიაში წარმოქმნილ სიტუაციებთან, დაბრკოლებების წინაშე ხისტი გახდომის ან იმის შფოთვის გარეშე დატვირთვის გარეშე. ადაპტაციის ეს უნარი, წყლის მსგავსად, რომელიც მუდმივად ახალ გზებს პოულობს, საშუალებას გვაძლევს რთული მომენტები ზრდის შესაძლებლობებად ვაქციოთ. სტრესისა და დაძაბულობის დაგროვების ნაცვლად, ადაპტირებადი დამოკიდებულება ხელს უწყობს მსუბუქი გონების და ღია გულის შენარჩუნებას, ელემენტები, რომლებიც აისახება მშვიდ და მოდუნებულ სახეზე. ისინი, ვისაც შეუძლიათ ცხოვრებასთან ერთად გავლა, ყველა გამოცდილების მიღება მიღების სულისკვეთებით. თავს არიდებენ ნეგატიურ ემოციებს, რომლებიც საბოლოოდ სხეულს ტოვებს.
ეს შინაგანი სიმსუბუქე გარედან გადადის და ქმნის სიკაშკაშეს, რომელიც სიცოცხლის უნარიანობასა და ახალგაზრდობას ასხივებს. თითქოს სხეული სამყაროსთან დაბალანსებულ სულზე რეაგირებს. წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებსაც იცნობთ, რომლებიც თითქოს იხრებიან, მაგრამ არასდროს იმსხვრევიან. ისინი ქარიშხალში ბამბუქს გვანან, მოქნილები, მაგრამ ძლიერები. მაშინ, როცა მათ გარშემო სხვები ზეწოლის ქვეშ იშლებიან, ეს ადაპტირებადი სულების სწორხაზოვნები რჩებიან და რატომღაც, როგორც ჩანს, უფრო ნელა ბერდებიან, ვიდრე მათი ხისტი კოლეგები. პოზიტიური და ოპტიმისტური სულის ქონა კიდევ ერთი ფუნდამენტური გასაღებია. ისინი, ვინც იმედით უყურებენ სამყაროს და ყოველთვის ეძებენ დადებით მხარეს, შეუძლიათ ენთუზიაზმითა და სიხარულით ცხოვრება. ეს დამოკიდებულება ეხმარება დაბრკოლებების სიმსუბუქით დაძლევაში, სულის წუხილითა და შიშებით დამძიმების გარეშე. ეს ნათელი ხედვა აისახება სხეულში, რაც სიახლისა და სიცოცხლის უნარიანობის აურას ქმნის. ყოველი ღიმილი და ყოველი დადებითი ჟესტი ხელს უწყობს არა მხოლოდ გულის, არამედ გარეგნული იერსახის გაახალგაზრდავებას, რაც ამ ადამიანებს უფრო სასიამოვნოს და მშვიდს ხდის. სინამდვილეში მხიარული სული ასხივებს დადებით ენერგიას, რომელიც, როგორც ჩანს, დროის სვლას ანელებს და სახეზე ბუნებრივ და უკვდავ სილამაზეს ავლენს. ეს მართლაც მომხიბვლელია. მეცნიერებმა შეისწავლეს ეს ფენომენი და აღმოაჩინეს, რომ პოზიტიური აზროვნების მქონე ადამიანებს სინამდვილეში სტრესის ჰორმონების უფრო დაბალი დონე აქვთ, რომლებიც, როგორც ცნობილია, დაბერებას აჩქარებს. ასე რომ არსებობს ნამდვილი მეცნიერება, რომელიც ადასტურებს იმას, რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ. მერვე ასპექტი ეხება იმას, რასაც შეიძლება რჩეულის ენერგია ვუწოდოთ. უნიკალური თვისება, რომელიც ვლინდება ცხოვრებაში განსაკუთრებული მისიის მქონე ადამიანებში. ეს ადამიანები საკუთარ თავში ატარებენ ძვირფას საჩუქარს, როგორიცაა განკურნების, შთაგონების ან იმედის ჩანერგვის უნარი. თითქოს მათი ყოფნა სინათლის წყაროა მათ გარშემო მყოფებისთვის, რაც სიმშვიდეს და კომფორტს ანიჭებს ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. ამ მაღალი მიზნით ცხოვრება მოითხოვს მათგან სხეულისა და სულის ჰარმონიაში შენარჩუნებას და სწორედ ეს ჰარმონია ქმნის ღრმა ბალანსს, რომელიც იცავს მათ დაბერების შედეგებისგან. რჩეულთა ენერგია მათ სიყვარულითა და თანაგრძნობით გაღებისკენ უბიძგებს, თვისებები, რომლებიც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად იცავს მათ სიცოცხლის უნარიანობას. მათი არსი ძალასა და ახალგაზრდობას ასხივებს და ისინი, ვინც მათ ხვდებიან, სიმსუბუქისა და პოზიტივის გრძნობას გრძნობენ, რომელიც ასაკს სცილდება. ეს განსაკუთრებული ენერგია არა მხოლოდ ინარჩუნებს რჩეულს, არამედ შთაგონების წყაროდ იქცევა მათ გარშემო მყოფი ყველასთვის, ქმნის დადებით გავლენას, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. თქვენ შეგიძლიათ ამ ადამიანების ამოცნობა მყისიერად. ისინი ოთახში შედიან და რატომღაც ატმოსფერო იცვლება. ხალხი მათყენ იზიდავს, თუმცა ბოლომდე არ ესმის, თუ რატომ. მათში არის რაღაც, რაც მარადიულად, უბერებლად გამოიყურება. თითქოს ისინი დროის ნორმალური ნაკადის მიღმა არსებობენ. ასე რომ, ახალგაზრდულად გამოჩენა ყოველთვის არ არის მხოლოდ გენეტიკის ან კანის მოვლის საკითხი. ეს ხშირად განვითარებული სულის ანარეკლია, რომელმაც აირჩია ჰარმონიაში ცხოვრება, შინაგან არსთან ღრმა კავშირი. თქვენი სულის სისუფთავისა და სიკაშკაშის შენარჩუნება ახალგაზრდობის მარადიული წყაროს კვებას ჰგავს, საჩუქარი, რომლის ამოცნობა და განვითარება შეგვიძლია, რათა ვიცხოვროთ არა მხოლოდ ხანგრძლივი, არამედ სავსე და ნათელი ცხოვრებით. თქვენ რას იტყვით? ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ გამოიყურებით თქვენს ასაკზე ახალგაზრდულად? ფიქრობთ, რომ თქვენი ახალგაზრდობის უგან რაღაც უფრო ღრმა იმალება? თუ საკუთარ თავს ამ ასპექტებიდან ერთში ან რამდენიმეში ხედავთ, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენს სულიერ არსს რეალური და ძლიერი გავლენა აქვს თქვენს სხეულზე და ცხოვრებაზე. კომენტარებში გვითხრით, რომელი მიზეზი გეხებათ ყველაზე მეტად. ოდესმე გიგრძვნიათ ეს განსაკუთრებული კავშირი თქვენს შინაგან ენერგიასთან? შესაძლოა შეგიმჩნევიათ, რომ იმ პერიოდებში, როდესაც ცხოვრობთ თქვენს ნამდვილ მესთან ჰარმონიაში, როდესაც სავსე ხართ მიზნითა და თანაგრძნობით, ხალხი კომენტარს აკეთებს იმაზე, თუ რამდენად კარგად გამოიყურებით. ეს დამთხვევა არ არის. ეს სულიერი ჰარმონიის ხილული გამოვლინებაა. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც შეპყრობილია გარეგნული ახალგაზრდობით, გრემებით, პროცედურებით და ყველანაირი ჩარევით, რომელიც შექმნილია დაბერების თვალსაჩინო ნიშნებთან საბრძოლველად. მაგრამ რა მოხდება, თუ ამ ყველაფერს არასწორად ვუყურებთ? რა მოხდება, თუ სიმართლეა, ხანგრძლივი ახალგაზრდობა არა იმით მოდის, რასაც ჩვენს კანზე ვისვამთ, არამედ იმით, რასაც ჩვენს სულებში ვზრდით? ყველაზე ლამაზი ადამიანები, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, სულაც არ იყვნენ ისინი, ვისაც ჰქონდათ იდეალური ნაკვთები ან უნაკლო კანი.
ისინი იყვნენ ისინი, ვისი შინაგანი შუქიც იმდენად კაშკაშებდა, რომ მათ გარშემო ყველაფერი კაშკაშა ჩანდა. ისინი იყვნენ მოხუცი სულები ახალგაზრდა სახეებით, ემპათიები, რომლებიც ატარებდნენ სამყაროს ემოციებს, მაგრამ რატომღაც უშფოთველები დარჩნენ, ბრძენი, რომლებმაც ისწავლეს ცხოვრებასთან ერთად დინება და არა მასთან ბრძოლა. თქვენც გაქვთ ეს ძალა. უნარი, განავითაროთ ახალგაზრდობა, რომელიც სცილდება ფიზიკურს, რომელიც ეხება რაღაც მარადიულს და უცვლელს. სიკეთის ხოველი აქტი, გულწრფელი თანაგრძნობის ხოველი წამი, ხოველჯერზე, როდესაც სიბრძნეს ირჩევთ რეაქტიულობაზე. თქვენ კვებავთ ახალგაზრდობის იმ მარადიულ შადრევანს, რომელიც არსებობს თქვენს სულში. ასე რომ, როდესაც აქედან წინ მიიწევთ, ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ გრძნობთ თავს შინაგანად. შეამჩნიეთ კავშირი თქვენს შინაგან მდგომარეობასა და იმას შორის, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები. როდესაც ცხოვრობთ ამ სულიერი პრინციპების შესაბამისად, როდესაც დაკავშირებული ხართ თქვენს გარშემო არსებულ ბუნებრივ ენერგიებთან, როდესაც ირჩევთ თანაგრძნობას, მოქნილობას და სიხარულს, სავარაუდოდ აღმოაჩენთ, რომ ადამიანები დაიწყებენ კომენტარს იმაზე, თუ რამდენად კარგად გამოიყურებით, რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურებით. ეს არის თქვენი სული, რომელიც ანათებს და თავს ხილულად აქცევს ფიზიკურ სამყაროში. ეს არის ნამდვილი საიდუმლო, თუ როგორ გამოიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად, ვიდრე თქვენ ხართ. ეს არ არის საიდუმლო, რომელსაც ნებისმიერ ბოთლში ან ქილაში იპოვით, არამედ საიდუმლო, რომელიც ყოველთვის იქ იყო და თქვენში ელოდა, რომ ამოგიცნონ და მიგიღონ.